სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ ქრისტიანობა ეს არის არა ფილოსოფია, არამედ სულიერი ცხოვრების პრაქტიკა და თუ ეს პრაქტიკა არ არის ჩვენში წარმართული სწორად, თუ არ ეფუძნება სკოლას, თუ არ ეფუძნება ტრადიციას, უწყლეთს, იგი შეიძლება აღმოჩნდეს უაღრესად ხარვეზიანი და თუ ვინმე იტყვის, რომ ეკლესიაში ხომ მადლია და მადლი კომპენსირებას მოახდენს სკოლისა და ტრადიციისა თუ ტრადიცია გაწყვეტილია, რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საღვთო მადლი განიცდება სწორად და განისწავლება საღვთო მადლით ადამიანის სწორად, როდესაც მისი გული მეტნაკლებად განწმენდილია. და ამის მაგალითები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ძირითადად სამწუხაროდ, როდესაც ტრადიციას მოწყვეტილები ვართ, რასაც ქვია 2000 წლოვანი სკოლა, ღვთისძიებისა და ღმერთთან ერთობისა, ქრისტიანული ცხოვრებისა, როგორც წესი, უამრავ პრობლემებს წარმოშობს ეკლესიაში, ყველაზე რბილად ვთქვი ახლა. უამრავ პრობლემებს წარმოშობს ეკლესიაში, რამე თუ ცოდნის, ტრადიციის, სწორი სულიერი ცხოვრების პრაქტიკის ჩანაცვლება ხდება რაღაცა გამოგონებული რელიგიურობით. და ამის მაგალითები ძალიან ბევრია, სამწუხაროდ ჩვენთანაც, სხვაგანაც და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიცია ცოცხალია მსოფლიო მართლმადიდებლობაში. დღეს წვდომა ტრადიციასთან შესაძლებელია და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობა ამისა, ეს არის წმინდა მამების თხუზულებების გაცნობა. და რა თქმა უნდა, იმ ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ამ წმინდა მამებს უშუალოდ იცნობდნენ. მათ მემკვიდრეებს იცნობდნენ და ასე შემდეგ. დღეს წმინდა გრიგოლ პალამას ხსენება, იცით, დიდმარხვის აი ამ კვირას, მეორე კვირას და არა შემთხვევითად, იმიტომ რომ პირველი კვირა როცა ვიზეიმეთ მართლმადიდებლობა, ალბათ აბსოლუტურად სწორედ გადაწყვიტა ეკლესიამ, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი განმტკიცებული იყო წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებით, რომელიც ზუსტად და სწორადაც რომ სულიერი ცხოვრების პრაქტიკაზე აკეთებდა აქცენტს, რა თქმა უნდა, მის თეორიულ საფუძვლებსაც განიხილავდა და სულიერი ცხოვრების პრაქტიკული მხარე ზუსტად აი დოგმატის რანგში აიყვანა, შეიძლება ასე ითქვას, საეკლესიო კრებების მიერ და იგი გახდა საყოველთაო, უпростоრად იგი საყოველთაო ყოველთვის იყო მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ მან ესეთი აი აკადემიური, მადლისმიერი, საეკლესიო კრებებით დაბეჭდილი სახე, დოგმატის სახე შეიძინა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა წანამძღვარი გაუკეთო აი ჩვენ საუბარს პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან სიტყვები, რომელიც დღეს სამოციქულოში იქნა აღმოკითხული. პავლე მოციქული ესე საუბრობს, რომ ჯერ არს, ანუ საჭიროა გვმართებს, უმეტესად ჩვენი გრძალვაი ჩვენი, ანუ ყურადღება, სიფრთხილე, გესმით, გულის ხმის ყოფა, რომელთა ესე გვასმიეს, ანუ რაც გვესმის. ანუ სიფრთხილე და ყურადღება უნდა გქონდეს იმის მიმართ, მეტი ყურადღება, რასაც ვისმენთ ეკლესიაში. წმინდა წერილი იქნება, წმინდა მამები იქნება, ლიტურგიული მსახურება იქნება, ლოცვითი ტექსტები იქნება, საეკლესიო გარდამოცემა იქნება, მეტი ყურადღება, არ გამოგვეპაროს რამე, არ გამოგრჩეს, ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს. და ამას ამბობს ზუსტად პავლე მოციქული, რათა არ მოვუძლურდეთ. შეიძლება ითქვას, რომ მოუძლურებული ადამიანი, დაუძლურებული ადამიანი რა გზას ცდება, ქრისტეს ცდება, ანუ ცოდვაში ვარდება. როგორ დავიხსნით, ანუ როგორ დავიხსნით თავს, უკვე თუ ესოდენი ესე უდეპყოთ ცხოვრება, ანუ თუ უგულებელს ყოფთ, აი ამ დიად ხსნას ჩვენსას, გადარჩენას, ანუ ჩვენი გულგრილობით რომ ვერ ჩაუღმავდები და გამოგრჩება რაღაც და ყურადღებას არ მივაქცევთ, გამოდის რომ ის რაც ღმერთმა ჩვენთვის მოიმოქმედა, ამას ჩვენ ვერ აღიქვავთ, უგულებელს ყოფთ, ეს არის ჩვენი ხსნა და მე პავლე მოციქული კითხვას სვავს, რომ როგორ დავიხსნით თავს ისგან, დაღუპვისგან, იმიტომ რომ ადამიანი ხსნელის გარეშე ხო იღუპება. როგორ დავიხსნით თავს დიადი ხსნისა და ეს
დიადი ხსნა თავიდანვე დასაბამად რომ გვიქადაგა ღმერთმა და სიტყვა უფლისა იყო ჩვენთან, გვიქადაგა უფალმა და უქადაგა თავის მოწაფეებს და იმ მსმენელების საშუალებით პავლე მოციქული აგრძელებს. გადმოგვეცა ჩვენ. ანუ ეს ღმერთი მოვიდა ადამიანად, იცხოვრა, გვასწავლა, გადასცა და გადმოგვეცა. და ეს გადმოცემა, გარდამოცემა, ეს სიტყვიერი გარდამოცემა, მადლისმიერი გარდამოცემაა და გრძელდება 2000 წელია და არ დაკარგულა. ამაშია საქმე და ის ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე გრიგოლ პალამას, რომელსაც რამდენიმე ამონარის მისი წიგნიდან წაგიკითხავთ, მისი ტრიადებიდან. ეს სიტყვები სწორედ იმ პირველი საუკუნეებიდან მიღებული გარდამოცემაა, რომელიც არ გაწყვეტილა და დღემდე არსებობს. და წმინდა გრიგოლ პალამა სწორედ აი სულიერი ცხოვრების პრაქტიკულ რაღაც ხარეს ეხება, რასაც მე წაგიკითხავთ, რა თქმა უნდა, არა ყველაფერს, რაღაც გარკვეულ ნაწილს და ფიქრობ ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რომელი სიტყვების მიერაც ხდება განყოფა თეორიისა პრაქტიკიდან. თეორიის მოძულება კი არ ხდება. გარჩევა, რომ აი არის თეორია სულიერი ცხოვრების და არის პრაქტიკა და პრაქტიკის გარეშე სულიერ ცხოვრებას აზრი არ აქვს. და განსაკუთრებულად საშიში ხდება, როდესაც თეოლოგია, ანუ ღვთისმეტყველება გადადის ფილოსოფიის რანგში, როგორც სოფხედელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. როცა ყველაფერი ვიცით და არაფერს ვაკეთებთ. მოკლედ ძალიან უბრალოდ რო ვთქვათ. წმინდა გრიგოლ პალამა ტრიადებში ესეთ რამეს ამბობს. სასიკეთოა პავლე მოციქულის სიტყვები მოყავს ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან. სასიკეთოა მადლით განემტკიცოთ გული, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. მადლით, ანუ მადლი რა არის? საღვთო ენერგია. ნახეთ, პავლე მოციქული ამ შემთხვევაში კი არ ამბობს ინტელექტუალურ ცოდნას, არამედ საღვთო ენერგიით უნდა გამტკიცდეს. გული რას ნიშნავს? ჩვენი შინაგანი მისტიკური სამყარო, რითაც ჩვენ შეგვიძლია ღმერთის აღქმა და განცდა. ბრძანებს მოციქული, წერს გრიგოლ პალამა, მაგრამ როგორ გამოვხატოთ სიტყვით ის, რაც სიტყვაზე მეტია. ეხლა უნდა რომ ეს ყველაფერი ახსნას, განმარტოს, მაგრამ სიტყვით გამოხატოს, მაგრამ ის რომ სიტყვაზე მეტია, კითხვას სვავს. ანუ ამით იმის თქმა უნდა გრიგოლ პალამას, რომ ჩვენ თუ დავკმაყოფილდებით თუნდაც მხოლოდ აკადემიური ცოდნით და დღეს თეოლოგია აკადემიური განათლების რაღაც მწვერვალებს იპყრობს, ხო? საოცარი სოფხედელობა, მართლმადიდებლობა და უცხოეთში მაგალითად ყველა წამყვან უნივერსიტეტებში ყველგან ისწავლება თეოლოგია, განსაკუთრებული ადგილი აქვს მართლმადიდებლობას, ყველგან არის ეს. მაგრამ ამ დროს გრიგოლ პალამა, რომელიც თვითონ უგანათლებულესი ადამიანი იყო, გრიგოლ პალამა, ახალგაზრდა გრიგოლ პალამა, 16-17 წლის გრიგოლ პალამა არისტოტელეზე უფრო არისტოტელე იყო, გესმით, როგორი განათლება ჰქონდა? ეს ბავშვობიდან აი ამ აკადემიურ წრეში იზრდებოდა. არისტოტელეზე უფრო მეტი არისტოტელე იყო. ისეთი განათლება ჰქონდა მას ფილოსოფიის. აი ეს ადამიანი ამბობს, რომ სიტყვით როგორ გამოვხატოთო, გესმით? ის რაც მადლისმიერია, ის რაც რატომ? იმიტომ რომ ის სიტყვაზე მეტიაო ხსნის. მე აგზელებს მადლობ ღმერთს, ეხლა ეს რო ვიღაცას ეს სიტყვები რომელსაც წავიკითხავ და კიდე სხვა რომელიმე ისეთ წმინდა მამას რო ეთქვა, რომელსაც თქვა 2 კლასის, 1 კლასის განათლება აქვს და ასეთი უდიდესი წმინდანები ყავს, ხო? იტყოდა რომ თვითონ განათლება არ აქვს და იმიტომ საუბრობს ასე. მაგრამ გრიგოლ პალამა ხომ ასეთი არ არის. ბასილი დიდი ხომ ასეთი არ არის. გრიგოლი ღვთისმეტყველი ხო ასეთი არ არის. იონე ოქროპირი ხო ასეთი არ არის. უგანათლებულესი ადამიანები იყვნენ თავისი ეპოქისა, მაგრამ ყველას ერთი სული აქვს ამ კუთხი და ერთი პირი თითქოს შეკრული რა. ყველა ამბობს რომ სხვა რამეა ქრისტიანობაში საჭირო. მადლობ ღმერთს იმისთვის, რომ იგი გვაძლევს მადლს, რომლის შესახებაც საკუთარ თავში, საკუთარ დიად სიბრძნესა და საყოველთაო განსწავლულობაში თავდაჯერებულ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს. ღმერთს მადლობთო, რომ მადლს გვაძლევს და აი ამ მადლის შესახებ წარმოდგენა არ აქვსო ვისო, ვინ საკუთარ თავში, საკუთარ სიბრძნეში, საკუთარ განსწავლულობაში და საყოველთაო განსწავლულობაში თან თავდაჯერებულია. მე ვიცი ყველაფერი. გესმით? ასეთ ადამიანს მადლზე წარმოდგენაც არ აქვს. მიზეზი რა არის? განათლების, სწავლის, აკადემიურობის არა. აკადემიურობისა და ინტელექტუალური განათლების გამო თავდაჯერებულობაშია მიზეზი. ანუ აქ ხედავთ ძალიან კარგად ჩანს, რომ კიდევ ვიმეორებ, გრიგოლ პალამა უგანათლებულესი ადამიანი იყო.
განათლებულობაში კი არ არის საქმე. განათლებულობა როცა თავდაჯერებულობას და განსაკუთრებულ მდგომარეობაში გამყოფებს, სიამაყის გამო აღარ შეგიძლია მადლის აღქმა, იმიტომ რომ ღმერთი ამ პარტავარს შემოსრავს და დაბალსა მისცემს მადლს, როგორც წერია წმინდა წერილში. ამიტომ ადამიდან დაწყებული ბოლომდე ნიშნავს ბოლო ადამიანამდე, რომელიც ანტიქრისტეს პერიოდში იქნება. როგორ ფილოსოფიაშიც არ უნდა განისწავლებოდე, ანუ როგორი აკადემიურ განათლებასაც არ უნდა იღებდე, მათ შორის თეოლოგიაშიც, იმიტომ რომ კიდევ მეორე თეოლოგია მოწყვეტილი პრაქტიკას ფილოსოფიად იქცევა. სიწმინდის გარეშე და სიწმინდე რა არის, ხო ხშირად ვამბობთ, სიწმინდე არის ღვთის ნების ზედმიწევნითი მორჩილება. არ არის ღვთის ნების ზედმიწევნითი მორჩილება, არ არის სიწმინდე. რა დოზითაც მორჩილებ ღმერთს, იმ დოზით გაქვს სიწმინდე. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. პალამა ამბობს, რომ როგორ ფილოსოფიაში არ უნდა განისწავლებოდე, სიწმინდის გარეშე. და მე ესეთ რამეს ამბობს. არა მცირედად, შეიძლება დიდი წარმატებითაც უგუნურად, ანუ უგუნური სულ ეს ნიშნავს, ხო ხვდებით? უგუნურად უფრო წარმოჩინდე, ვიდრე ბრძნად. და არა მცირედათო და დიდი წარმატებითაცო უგუნური აღმოჩნდები ვიდრე ბრძენი თუ გინდა რომ სიწმინდის გარეშე განისწავლებოდე სიწმინდის გარეშე ანუ თუ ადამიანის სიწმინდე და პრაქტიკული ცხოვრება სულიერი ცხოვრება სიწმინდე როგორც გითხრათ ღვთისნების აღსრულება ხო ეს არის სულიერი ცხოვრების პრაქტიკა რომელსაც წლები უნდა შეალია რომ ისწავლო გამოცნობა ღვთისნებისა შენს გულში და მისი აღსრულება. ეს თუ არ გააკეთე, არაფერს აზრი არ აქვს. არც თეოლოგიას, არც გარეგანსახურებას, გესმით, არაფერს აზრი არ აქვს. და ამას ამბობს ზუსტად. და შეიძლება ეს დიდი წარმატებით აკეთო, ყველაფერი, მაგრამ სწორედ დიდი წარმატებით და არამცირედად წარმოჩინდები უგუნურად. უფრო მეტად ვიდრე ბრძნად. და პირიქით, ფილოსოფიის გარეშეც, ანუ ინტელექტუალური ცოდნის გარეშეც, განიწმენ და განანთავისუფლებ რა სულს ცუდი თვისებებისა და სწავლებისაგან, ცუდი თვისებები, ანუ ეს არასწორი ცხოვრება, ღვთისნების გარეშე ცხოვრება, რომელიც კავშირშია დოგმატებთან, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე ღვთისნება რა არის და როცა იცი ღვთისნება რა არის, ანუ გამოცხადებითი ჭეშმარიტება იცი და ეს არის სწავლება. ანუ ადამიანს არ შეუძლია რომ აი ღვთისნება არ გამოიძიოს, ანუ დოგმატები, ანუ ღვთისნება რა არის, რაც ღმერთმა განაცხადა და რაშიც ვლინდება, ხო, საღვთო საიდუმლოება, ეს ჩემთვის განცხადებულია და ეს არის სწორედ დოგმატური სწავლება, ღმერთისგან მოცემული, ღმერთისგან გამოცხადებული და თუ ამას უარყოფ და გეგონება რომ შენი სინდისის მიხედვით და შენი ნებისყოფის მიხედვით შეძლებ იცხოვრო, ესე იგი სწორად, აქ რა თქმა უნდა შეცდომას უშვებ. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული რომ განიწმენ და განანთავისუფლებ სულს ცუდი თვისებებისა და არასწორი სწავლებისგან, ამიტომ სწავლება უნდა იყოს სწორი. მიიღებ ამასოფლის სულზეთ გამარჯვებულ საღვთო სიბრძნეს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც წმინდა ცხოვრობ, ამასოფლის სულზე გამარჯვების საღვთო სიბრძნეს მიიღებ. რას ნიშნავს ეს ამასოფლის სულზე გამარჯვება? თუ ამასოფლის სულზე არ გაიმარჯვებ, ამასოფლის სული ყლაპავს, იმიტომ რომ ამასოფლის თავადი ეშმაკია. ფაქტობრივად, ვინც ამასოფლის სულთან ჭიდილში მარცხდება და ჩვენ ვიცით ეს რასაც ნიშნავს. სულ მარცხდებით, ვინც ახლა საკუთარ თავს უკვირდება, იცის ეს რა საშინელებაა. და საბოლოო ჯამში გარდაცვალებისას თუ დამარცხებული აღმოჩნდი ამასოფლის სულთან, ამასოფლის სული კიდე ეშმაკია. რა გამოდის? გამოდის, რომ ვიღუპებით, გესმით? ამაზე საუბრობს ზუსტად და ესე იგი, თუ ჩვენ სიწმინდით ვიქნებით, მივიღებთ ამასოფლის სულზე გამარჯვებულ საღვთო სიბრძნეს, ანუ დაბრძენდები და ვეღარ გატყილებს ამასოფლის სული და ხოლო საერთსა სიბრძნეს, ჭეშმარიტ სიბრძნეს, რომელიც არის ღვთისას, მხიარულები და მარადიულად შეუერთდები. რა საოცარია, ხო? შეიძლება ეთქო მარადიულად შეუერთდები. მხიარულად. ანუ მხიარული რას ნიშნავს? სიხარული ხო შიდა თვისებაა და მხიარულება მისი გამოვლენაა. ესე იგი ისეთი სიხარული გაქვს, ბედნიერების ისეთი განცდა გაქვს, რომ ვეღარ იტევ და მხიარულობაში ვლინდება. აი ასე შეუერთდები ღმერთს. გარდაცვალებაც იქნება ასეთი.
აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ესე იგი მომელი სიმართლის გვირგვინი არ ამბობს, რომ გული მეტყვის განსვლათ ამ ქვეყნიდან ჯობია ქრისტესთან ყოფნა, ვიდი აქ ყოფნა. როგორ ფიქრობთ, ახლა მწუხარებით ამბობდა ამას, სიხარულით სავსე იქნებოდა ის. და ჩვენ ვკითხულობთ მოწამეთა ისტორიებში, როგორ უხაროდათ, ესე იგი ქრისტესათვის სიკვდილი. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ადამიანმა იმ მდგომარეობას მიაღწია, ისე აღივსო საღვთო სიბნით და იმგვარად გაიმარჯვა ამასოფლის სულზე და ისე არის განწმენდილი საღვთო მადლით, რომ ღმერთს ჭრეტს და მისთვის სიკვდილი აღარ არსებობს, მისთვის არსებობს ღმერთთან შეხვედრის სიხარული. მისთვის სამჯარო უკვე აღარ არის საშინელი. იმიტომ რომ აღარ ეშინია ღმერთის, მას უყვარს ღმერთი. სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შიშ, როგორც იოანე მოციქული ამბობს. გესმის და აი ამ სიყვარულით გულანთებული, გახარებული, ბედნიერი ხვდება სიკვდილს და ელოდებას გარდაცვალებას. უბრალოდ აქაც მორჩილებას იჩენს ღვთისას და უფალო შენ როცა გნებავს, შენ როცა ინებებს, მაშინ გამიყვან. გესმით? აი ეს მდგომარეობა შეიძლება მქონდეს ქრისტიანს თუ სწორად იცხოვრებ. მე აგზელებს ძალიან საინტერესო ეს რიტორიკულად, კარგად. რატომ არ ბძანა მან ანუ ქრისტემ? თუ გინდა სრულყოფილი იყო, გარეგანი ფილოსოფიით დაკავდიო, ამ წარეთ ამბობს. ეცადე შეისწავლო მეცნიერებანი და არსებული შესახებ ცოდნა დააგროვო. ანუ არსებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ნახე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არ ბძანა ქრისტემ? რომ თუ გინდა იყოს სრულყოფილი გარეგანი ფილოსოფიით დაკავდიო, ეცადე შეისწავლო მეცნიერებანი და არსებული შესახებ ცოდნა დააგროვო. არამედ თქვაო, განყიდე ყოველივე დაურიგე გლახაკებს, აღიღე შენი ჯვარი, გაბედე ესე ამბობს გრიგოლ პალამა. გაბედე და შემომიდექი მე, გაბედე და შემომიდექი მე. გესმით? რას აკეთებს? პრაქტიკაზე მეანიშნებს. როცა შენ გულს ათავისუფლებ ყოველგვარი მიწიერისაგან, ამას ნიშნავს, ხო? განყიდე ყველაფერი. ათავისუფლებ შენ გულს, ყველაფერს მხოლოდ ქრისტესთვის ტოვებ. გესმით? მაგრამ ბოროტი, ანუ ეშმაკი, რომელიც მუდამ ცდილობს ცბიერებით რატო? იმიტომ რომ რო გითხრას რომ ეხლა მე შენ ქრისტეს უნდა მოგგლიჯო, აიტყვი რომ რას ლაპარაკობ. ცბიერებით რას აკეთებს? სიკეთის სახელით გელაპარაკება, სიკეთის ნიღაბს იკეთებს. აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ეშმაკი სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ ამბობს ცბიერებით, ბოროტი მუდამ ცდილობს ცბიერებით სიკეთიდან ჩვენ განრინებას, ანუ სიკეთიდან ჩვენ გადაყვანას ცბიერებით. ეს ბოროტი მოსურნია, ანუ მას აქვს სურვილი მუდამ, უგუნურთათვის სასურველი მგზაზე დაგვაყენოს, ანუ სულელთა გზაზე დაგვაყენოს. სულელთა გზა, ანუ უგუნურთა გზა, ანუ როცა ცხოვრების მიზანი ხდება არა ქრისტე, არამედ სხვა რამე, ანუ ცხოვრების გზაზეა საუბარი, არა გზაზე რომ დავდივართ, არამედ ცხოვრების გზაზე და იმ გზაზე რომ გზაზეც ახლა იტყვის. უგუნურებით განანო, უგუნურთათვის სასურველ იმ გზაზე დაგვაყენოს, რომელიც და რა გზაა, რომელიც მიწიერ და გარეგან ცოდნაში დავანებულ სიმდიდრეს მიწიერ და გარეგან ცოდნაში დავანებულ. ეს არის ფაქტობრივად ის, რასაც ამასოფლის მეცნიერება ქვია, ხელოვნება, პოლიტიკა, წარმატება და ასე შემდეგ, რომელსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ის არ უნდა იყოს შენი ცხოვრების გზა. გესმით, ცხოვრების გზა არ უნდა იყოს. არ შეიძლება შენი პიროვნების იდენტიფიცირება შენს ამ ქვეყნიურ პროფესიასთან. არ შეიძლება ამის გაკეთება. ამაზე საუბრობს. თორე ყველას ეხლა თავად უფალი ხელოსნობდა, სანამ მოღვაწეობას დაიწყებდა. მაგრამ ვინმე იტყვის კოთამყოფელი, რომ ქრისტეს იდენტიფიცირება შეიძლება ხელოსნობასთან. გესმით? ვიღაცა მძღოლია, ვიღაცა თქვა მეცნიერების დოქტორია, ვიღაცა პოლიტიკოსია, ვიღაცა ხელოვანია, ვიღაცა სპორტსმენია, ვიღაცა ინჟინერია, ვიღაცა ექიმია, არ შეიძლება შენი პიროვნების იდენტიფიცირება შენს პროფესიასთან. ის არის დროებითი რაღაცა, აი ტანსაცმელივით არის. ის არ შეიძლება იყოს ამ სიტყვის დიდი გაგებით ცხოვრების გზა. იტყვის რომ მე ჩემი ცხოვრების გზაა ეს ხელოვნება ხო პერსონიფიცირებულად მახსენდება ადამიანები, როგორ ვთქვათ, რომელიმე სპორტის სახეობა, რომელიმე ხელოვნების დარგი ან მეცნიერების დარგი და რაღაც, რომ ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე, ჩემთვის ეს ყველაფერია, თავს უძღვნი, ეს ყველაფერი დროებითია, ამაზე საუბრობს. და ბოროტი ეშმაკი ცდილობს, რომ დაგანახოს ცხოვრების საზრისი ამა თუ იმ საქმიანობაში.
ცხოვრების საზრისი ამა თუ იმ საქმიანობაში. და სწორედ ამაზე საუბრობს, რომ ცდილობს, რომ მე ეს გზა არის უგუნურთათვის სასურველი, იმ გზაზე დაგვაყენოს, რომელიც მიწიერ და გარეგან ცოდნაში დავანებულ სიმდიდრეს, ფულში კი არ არის საუბარი სიმდიდრე, არამედ რაღაც მიღწევები ამა თუ იმ სფეროში. უპერსპექტივო დიდებას, რატომ უპერსპექტივო დიდებას? ნუ კაი, ხომ მსოფლიო ჩემპიონი გახდი, კაი, ახლა ნომერ პირველი მეცნიერი გახდი, ნობელის დრამერი. დრამერი არც არაფერი მიწაში ჩაგდებენ და დამთავრდება. არაფერი აბსოლუტურად. ეს არის უპერსპექტივო დიდებას, ხორციელ სიამოვნებებს, ნუ ახლა ეს საერთოდ. ხორციელ სიამოვნებებს გვიქადის და თან შთაგვაგონებს, რომ თითქოს ამ ყოველივეს იმგვარად დიადი სიღრმე და მნიშვნელობა აქვს, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების შეწირვა ღირს. ხო, ნაცნობია ეს ყველაფერი. ესე გონიათ ადამიანებს, რომ შეწირო შენი ცხოვრება ყველაფერი ამას. და მე თვითკმაყოფილებაში არის, ახლა მომხუცებულობამდე, სანამ ესე იგი გონება არ ერთმევა და სანამ სიკვდილისკენ არ მიიდრიკებია. ხოლო ბოროტი ამ ყოველივეს იქმს, ანუ ეშმაკი, რათა ჩვენ ვერ შევძლოთ, მტკიცედ შევიწყნაროთ სულის გამწმენდი მეცნიერება. რატო ვერ შევიწყნაროთ მტკიცედ? იმიტომ რომ შენს გულში ადგილი არ არის ქრისტესთვის. არ ქცალია ქრისტესთვის, დაკავებული ხარ ამ სოფლიური წარმატებებით. და აქ საუბარია თან არ ამბობს ცოდვით დაკავებაზე. თუმცა იქ ხორციელიც ახსენა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად აქ საუბრობს რაღაც ღირებულებებზე, მაგრამ რომლებსაც მხოლოდ მიწიერი დატვირთვა აქვს, რომელსაც მარადიული პერსპექტივა არ აქვს. იმით არის შენი გული დაკავებული და ამიტომ ვერ შეძლებ, რომ შეიწყნარო სულის გამწმენდი მეცნიერება, რომლის დასაწყისი და რა არის დასაწყისი სულის გამწმენდი მეცნიერების? შიში ღვთისა, ნახეთ, შიში ღვთისა, აი ეს შიში ღვთის ადამიანს თურმე, რომელიც სულ მიწიერით არის დაკავებული და მთელი მისი შიშებით იქითკენ არის მემართული, რომ იქ რაღაც ისე რომ არ გამოუვიდეს რა შეიძლება, მას აღარ აქვს უნარი დაფიქრდეს ყოფიერებით, ანუ ეგზისტენციალურ საკითხებზე და გაუჩნდეს შიში ღვთისა, რომ ვაიმე ღმერთი არ დავკარგო. ამის უნარი აღარ აქვს ასეთ გულს. არადა შიში ღვთისა რა სათნოება და აგძელებს, შიში ღვთისას მიერ ღვთის წინაშე იშვება მოუკლებელი ლოცვა და აღსრულება სახარების მცნებების. აი, რატომ არა გვაქვს მოუკლებელი ლოცვა, მოუკლებელი ხსოვნა ღვთისა? რატო გვიჭირს მცნებების აღსრულება? იმიტომ რომ შიში ღვთისა, ანუ ღმერთის დაკარგვის შიში არ არის დომინანტი ჩვენში. და არადა ეს თუ არ იქნა, არასოდეს არ იქნება ღმერთისადმი სიყვარული, იმიტომ რომ შიშიდან იწყება ეს ყველაფერი. შედეგად ღმერთთან შერიგებულთ, რომლებშიც შიში ღვთისა გარდაისახება სიყვარულში, ნახეთ, როცა ადამიანი ღვთისნებებით იწყებს ცხოვრებას და მოუკლებელი ლოცვა აქვს, რა ხდება ასეთ ადამიანში? შედეგად რას იღებს ესეთი ადამიანი? ღმერთთან შერიგებული ხდება, რომლებშიც შიში ღვთისა ასეთ ადამიანში გარდაისახება სიყვარულში და ლოცვის მოწამეობრივი ღვაწლი რო გაიღე, სისხლი რომ მიიღო მადლი და ლოცვა რო ძნელია ყველამ ვიცით, ეს არის მოწამეობრივი ღვაწლი, მაგრამ ლოცვის მოწამეობრივი ღვაწლი სიტკბოებაში გადაიზრდება, რომელიც გაბედნიერებს და ლოცვა ხდება, აი მაგნიტივით გიზიდავს მე ლოცვა. ნაყოფად ჭეშმარიტი განათლების კეთილსურნელოვანი ყვავილი გამოაქვს ამ ყველაფერს, განათლები, ჭეშმარიტი განათლების ის კეთილსურნელოვანი ყვავილი, რომელიც ღვთის საიდუმლოებათა შემეცნებას გვანიჭებს. ანუ ღმერთის მესაიდუმლე ხდები. ანუ ღმერთი გიცხადებს საიდუმლოდ, გიცხადებს შენს გულში ენება. რატო საიდუმლოდ? იმიტომ რომ ის დაწერილით, ის ნათქვამით არ შეიმეცნება, ის მადლის მიერად საიდუმლოებრივად შეიმეცნება შიგულში და იმას ვერც კი გამოთქვავ. აი ასეთ საიდუმლოებებს გაგანდობს ღმერთი, ღმერთის მესაიდუმლე ხდები, ჭეშმარიტად ღმერთის შვილი ხდები და ეს ყველაფერი ამ შემეცნებას განიჭებს და სწორედ ესაა ჭეშმარიტი მეცნიერება და შემეცნება. ხოლო ამაო ფილოსოფიის და ინტელექტუალური წიაღსვლების მგზნებარეთ მოყვარულნი არიან ადამიანები, სახელდების გარეშე ვამბობ, რომლებიც წამლავენ ახალგაზრდობას, წამლავენ აი ამითი ამაო ფილოსოფიის და ინტელექტუალური წიაღსვლების მგზნებარე ქადაგებით. აი ამით წამლავენ ახალგაზრდობა და ასეთ ახალგაზრდობას მერე უჭირს ქრისტეს გაგება, რომელიც გეუბნება, ისავლეთ ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულით. გესმის? როდესაც ეს მგზნებარე რომელიღაცა ორატორი
აი ამაო ფილოსოფიას და ინტელექტუალურ წიაღსოლებში გატარებს და მგზნებარეთ და სადღაც აკავხარ და როგორ მესმის და როგორ გავიგეთ ამ დროს ისწავლე ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულით. ამას ვეღარ იგებს გესმით? ვისაც უნდა რომ გამომყვეს უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექიდმე. ვერ იგებს. ვინც ჩემი მოწაფეა იდევნება, ვერ იგებს. ვერც ღვთის საიდუმლოებებს ვერ იგებს. ვერც ღმერთის სიყვარულს და ვერც ყოველივე ამის საწყის ღვთის შის ვერ იგებს. იგებენ და იტევენ. აი და ეს არის გზა დაღუპვის. აი დღეს გრიგო პალამა ამ დიდებულმა მამამ შეგვაგონა რომ კიდევ ერთხელ რომ როგორ უნდა ჩაუღმავდეთ ჩვენ ქრისტიანობას, როგორ პასუხისგებლობით მოვეკიდოთ და კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას გავიაზროთ რას ნიშნავს ქრისტიანული ცხოვრება, რომ ის ჭეშმარიტად პრაქტიკა არის, უკიდურესად დამდაბლებული ღმერთის ძიებისა და შესაბამისად მოითხოვება ჩვენგანაც ამგვარი თავდაბლობა მისი ნების გამოძიებისა და ამ ნებისადმი ერთგულებით სულის და მარადიული სიცოცხლის მოპოვებისა და საკუთარი თავის გადარჩენის. და ეს არის უპირატესის წარმოჩენა, რაც არის უმნიშვნელოვანესი და მარადიული ღირებულების მქონე ქრისტე შეგვეციოს ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.